ენდემური სახეობის მახა და ზანდური. მინდა რომ უფრო მეტი გავიგო ამ ხორბლის შესახებ, იმიტომ რომ თუ კარგად ჩავეძიებით, თუ სიღრმეებში ჩავალთ, ხორბლის ერთ-ერთი უძველესი კერა იყო ლეჩხუმი. იმის გამო რომ მაღალმთიან ლეჩხუმში ითესებოდა ეს ენდემური, ანუ აქაურ კლიმატზე მორგებული ეს ხორბლის იმ კონკრეტული ადგილისთვის და მხარისთვის დამახასიათებელი, ხო? ენდემური. ქვია იმ მხარისთვის დამახასიათებელი, რადგან ჩვენთან მაღალი ტენიანობა არის, ყინვა არის, ამიტომ იულად ეგუებოდნენ ამ კლიმატს და დაავადებების მიმართ იყვნენ კიდე გამძლე. და აი სწორედ აქ წარმოდგენილი არის ახლა ქვესახეობა ხორბლის, რომელიც არის მახა და აქვე ჩანს ზანდურიც, ჩელტა და კვაჭა ზანდური, საიდანაც ცოტა კავიდან გამოყვანა მარცვლით ძალიან ძნელია. ესე იგი გულისხმობთ, რომ აი თავ-თავი რო აქვს, ხო, ამას აქედან უნდა გამოგვეტანა ჩვენ მარცვალი. ანუ ბუდე რომ ვთქვათ, ბუდედან უნდა ამოვიდეს მარცვალი. რომ დაიფქვას და შემდეგ მივიღოთ ქუდი, რომ დამზადდეს პური. ეხლა თანამედროვე კულტურული ხორბლებთან ძალიან იული აქვს. კომბაინი ძიოლად ამუშავებს და დაფქვა ციოლი ხდება. თუმცა აი ეს ჯიში მახა და ზანდა საიდანაც იღებს სათავეს პური ჯიშის ხორბლის თავთავები საიდანაც იღებს არის წინასწარმოებელი და საწყისი მახა და ზანდა. შემდეგ სელექციის მეშვეობითაა გამოყვანილი სხვადასხვა ჯიში. ჩვენს ტერიტორიაზე აგრარულმა უნივერსიტეტმა ჩამოიტანა თესლი საცდელად. ყველა სახეობა მოიტანეს. აი 24 სახეობა გვაქვს აქ. ყველა სახეობა მიწაზე ყველამ გაიხარა. ყველამ გაიხარა და ყველამ შედეგი მიიღო წელს ზაფხულზე მოვიდა ეს მოსავალი. ასევე აღვნიშნეთ ჩვენ რომ ძალიან რთულია გამოვიყვანოთ ხორბლის მარცვალი კავიდან, ანუ აი ამ თავთავიდან. ამას როგორ აკეთებდნენ თქვენი წინაპრები? ჩვენი წინაპრები, ანუ ამასაც ინსტრუმენტი სჭირდება, ანუ ხელსაწყო, რომლითაც ხდებოდა აი ეს არის კევრი, ხის ერთი დიდი ფიცარი, სადაც ჩატნეული არის კაჟისა და რკინის ნაჭრები. ეს რატომ იყოს არის და კაჟის ქვებიც არის, ხო? კი, რისთვის იყო? ეს ხელოსანი მიტო ამუშავებდა და ესე მიტო ამზადებდა, რომ როდესაც კალოზე, ანუ პური სადაც ითესება ამას კალო ქვია, პურს როდესაც მომკიდნენ, აი ამას გადმოაპირქვავებდნენ და ხორბლის თავთავებს იულად აცლეს. მხოლოდ თავთავებს და არა კავიდან გამოყო. სადაც ღეროა იმას ბზე ქვია და თავთავები იოლი იყო გლეხოსთვის მოეგროვებინა. ეს რაზე აი ეს გადმოპირქვავდებოდა როგორც ციგა, ხო? როგორც ციგა. ზემოდან ალბათ სიმძიმე. კი, ან ხალხიც, აი ბავშვებიც ჯდებოდა მამაკაცებიც ჯდებოდნენ ფეხზე და ხარი ან ცხელი ერთ-ერთი რომელიმე გაუძღვებოდა წინ და აი ამაზე უნდა გადაევლო რომ როგორმე ამათ თავები წაეცა. კაი, გამოვაცალკევებ თავები და ეს თავები შემდეგ აი ეს თავები სწორედ აი ეს არის ის ხელსაწყო საცეხველი. ეს სულ ხვის არის სოფელი ზოგიშიდან მოვიტანეთ, თუმცა არსებობს ხისიც. ესიც ყველა ლეჩხუმელის ოჯახში იყო, რადგან პური მოდიოდა შესაბამისად საჭირო ეს ინსტრუმენტი თუ არ ექნებოდათ, ისე კავიდან ვერ გამოიყვანდნენ. ესე იგი თავთავებს ყრი აქ და უბრალოდ რამდენი ხანი უნდა გააკეთო მოძრაობა, რომ როგორმე გამოიყვანო კავიდან მარცვალი. და შემდეგ გამოღებული მარცვალი მიქონდათ უკვე წისქვილში, წყლის წისქვილები იქნებოდა რა თქმა უნდა მაშინაც, და ასეთი დულობებით მოძრაობით იფქვებოდა. ჩვენთან ტრადიცია არის ეგეთი, შობის წინა დღეს 6-ში შობახოშვიცია. 6-ში ხდება ჭანტილობა. ხო. ანუ რა ხდება? პურის ლოცვა, ესეთი პურის თავთავებს ესე მოცეხვავდნენ, მოხარშავდნენ და ოჯახის უფროსი შემდეგ ყველა ეზოში რაც ხეუდგას წაусმევდა რომ აი ბარაკა ყოფილიყო მის ეზოში, აი ბევრი მოესხა, მოსავალი. პურის ეს დალოცვაც სწორედ ჩვენთანი ალბათ იმიტომ ხდებოდა რომ ესეთი უნიკალური ჯიშის თავთავები ითესებოდა. 7 წლის წინათაც დაინტერესდა ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე მანოლი ახლებიანი, რომელიც ცხოვრობს ღვირიში სოფელი, ანუ ჩვენ დაბალად ის უფრო მაღლაც არა. აი გითხარით კიდეც რომ ცოტა ზღვის დონიდან 700-900 მეტრის უფრო ხარობს ვიდრე ხარობს კარგად და ამიტომ ამ მანდილოსანმაც თავის ეზოში რომ იტყვიან პირველად ცადა და კარგი მოსავალიც მიიღო და შემდეგ გაუღვივდა ეს გრძნობა რომ ტურისტებიც მოიყვან. აჩვენონ როგორ ხდება დათესვა, მომკა. კარგად მივიწყებული ტრადიცია პურის ხობის და მოყვანის კერძებიც დააგემოვნებინებს სტუმრებს.
ხვამლის ძირში არის მთა, რომელსაც მინაწყარო ქვია. და აი იქ მოიპოვებოდა, ჩემმა მეზობელმა მითხრა, მაშინ ყველას თავისი საქმე ქონდა განაწილებული, აი 13 და 17 წლამდე ბიჭებს ხო დავალებული ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ მინაწყაროს, ხბოს აბგები, ხბოს ტყავისგან შეკერილი აბგები ჰქონდათ და იმით უნდა ჩამოეტანათ, ვალდებულება ჰქონდათ მათ ასეთი და ვაგროვებდითო იქ და ჩამოქონდა, როცა მუშაობს, აი შეიძლება იოლად იყრება ეს კაჟები. და მთავარი განძი ინახება აქ, ბეღელში. ბეღელში. ბატონო. თან გაქვთ პირდაპირ ნიმუშები მახას და ზანდურის. კეთილი იყოს ჩემი ფეხი, ხვავი, ბარაკა. აი აქაც გაქვთ ზუსტად აი გამოღებული მარცვალი ხორბლის. აი ეს როგორ თვალსაჩინოა. შნაკვის ეს ვიცი რა არის? ასაღები არქაული ხელსაწყო. ანუ ამით შესაძლებელი იყო თავების მოცვა. აი 20-30 ყანაში როცა იყო აი ეს თავთავები 20-30 თავთავს მოიტნებ და რომ ამოჰკრავ, მოდი დაბა დამიჭირე ქვევით. ვა! ახლა 20-30 თავთავი, აი როცა ვიღებდით პირველად რო ავიღეთ, ულამაზესი იყო, ჩალაგდება 20-30 თავთავი და მოიკრიფება. ასეთი გამოთქმა იყო ძველად, რა დაგემართა, მახის კრეფა ხომ არა გაქვთ. ეტყოდნენ ადამიანს, რომელიც აი დაიწუწუნებდა, რომ ძალიან მძიმე შრომა ჰქონდა და ურთულესი მდგომარეობაში იყო, აი მახის კრეფა ხომ არა გაქვთ, რა დაგემართა. რატომ არის უნიკალური, ხალბატონო მანონი? მახა და ზანდური. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და უნიკალური? იმიტომ არის, რომ აი მისი შემადგენლობა დედის რძის იდენტურია. ადამიანის ორგანიზმთან თავსებადობა აქვს უმაღლესი დონის. ჩვენი ორგანიზმი ხო მილიონობით წლობით ყალიბდებოდა ალბათ რომ ვთქვათ აი საკვებთან მიმართებაში და აი მისი შემადგენლობა იმდენად ახლოს არის რომ აი თავსებადია ჩვენს ორგანიზმთან და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და გენური ინჟინერისთვის რომ იყენებენ აი ჩაწოლის მიმართ რადიასოკოვანი დაავადებების მიმართ აძლიერებს იმ გენს ახალი ჯიშისას და ფართოდ ამიტომ გამოიყენება. თუმცა ამბობენ იმასაც რომ ნუ ზანდური ხომ შეიძლება მოვიდეს სამეგრელოში, გურიაში. ყველგან მოდის თავის ყველგან მოდის, მაგრამ რატო არის ლეჩხუმში? ზოგადად მთიანი კოლხეთისთვის დამახასიათებელი ხორბლებია, მაგრამ ლეჩხუმი როგორც აი თავისი კლიმატური პირობებით, გარკვეულად კიდე ჩაკეტილობით, აი ბოლომდე შეძლო, აი ბოლო წუთამდე შეძლო ლეჩხუმა შეენარჩუნებინა ეს ენდემური სახეობა კოლხური ასლი. აი ეს ხორბალი ლაბორანტმა გოგონამ მოიპოვა ეს ხორბალი ხვამლის მთის ძირში მექვენა არის სოფელი და აი იქ აღმოაჩინა და მან აღწერა ეს ხორბალი, მაგრამ ვერ გაბედა სამეცნიერო წრეებში ფართოდ რომ აი კლასიფიკაცია გაეკეთებინა და ეთქვა რომ მან ახალი ენდემური სახეობა აღმოაჩინა. ხო და მერე რუსმა მეცნიერმა შეისწავლა და ვინც პირველი გაუკეთებს ამ სამეცნიერო წრეებს მიაწოდებს ამ ახალი აღმოჩენის შესახებ, მას აქვს უფლება სახელის მინიჭების და ახლა სამეცნიერო ლიტერატურაში იმ რუსის გვარით არის მოხსენიებული და აი იმ გოგონამ ხვამლიკუ მიუწოდა და ამ ეტაპზე კოლხურ ასლს ვეძახით ამ ხორბალს და მომავლისთვის ვნახოთ რა იქნება. აი ეს ცხრილები, ძღავი და კაკაბა დაკარგულია თითქმის ქართულ მეტყველებაში ეს სიტყვები. ჩემმა მეზობელმა, მოხუცმა მეზობელმა მითხრა, რომ აი ეს უფრო მსხვილია. ძღავი და კაკაბა, რომლითაც ხორბლის გასაცხრილავა. გასაცხრილვა და ხო, გაცხრილვა. პურის აი პროცესი რო იწყებოდა, ნახეთ, ყანიდან მოიტანდი, მოცეხვავდი, მოცეხვის მერე დაფქვავდი. დაფქვის მერე აი გობები არის მოცომადი გობებზე. შემდეგ ეს სპეციფიკური მასალა არის ცაცხვის, რომელიც თბოიზოლაციის როლს ასრულებდა გარკვეული სისქიავის. ხო, აი სითბოს ინარჩუნებდა, თავი ჰერმეტულად ეხურებოდა და ხელი იმიტომ ქონდა, რომ ჩვენთან თონეები საცხოვრებელი სახლიდან აი სამზადიდან მოშორებით იყო, იმიტომ რომ ძირითადად სახლები ზანდურის კოროლით იყო დახურული. და თავისთავად ცეცხლი უნდა მორიდებოდა და ეს გაგიფრათ კიდე აი წიფხა საწყაო ჭურჭელია 1 კილოგრამამდე ჩადიოდა, მხოლოდ ჩვენთვის ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი სხვა კუთხის ხავს არ ჰქონდათ. ასეთი ხატოვანი გამოთქმები აქვს მაგასთან დაკავშირებით, როგორც წიფხის მათხოვარივით დაიარებიან. აი ის წიფხა დაიარებაო. რაღაც გაჭირვებასთან ასოცირდებოდა. რაღაც თხოვნასთან წიფხა დაიარება. თითქოს ითხოვდი და მე აღარ აბრუნებდი უკან. გასაგები.
სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისია ამის თესვის ყველაზე საუკეთესო დრო. ძველად ჩვენთან რომ თესავდნენ ხორბალს, თურმე მესიმინდეობასაც ხო ეწეოდნენ და მონაცვლეობით ყოველ მეორე წელს თესავდნენ ერთ და იგივე ადგილზე. თქვათ აი წელს რო სიმინდი არის დათესილი, უკვე შემოდგომაზე ხომ იღებენ ამ სიმინდს. აი სიმინდში გამოთესავდნენ. და ასე ამბობდნენ, ხო აი ტკეპნიდნენ, მიწას ნიადაგი ხვიერი არის ამ პერიოდში და როცა ჩატკეპნი, ხო დაფიქსირდება უფრო კარგად. ზოგჯერ საქონელი შედიოდა მე უკვე ამაღებულ სიმინდზე და ჯეჯილის პირველ წამონასწრეს გადაძოვდა და ეს ხელს უწყობდა კიდე აი უფრო მეტი ნაბარტყი ამოდიოდა გაზაფხულზე, უფრო მეტ თავ-თავს გაიკეთებდა. და დავფშვნათ ხელით ახლა. ხელით? მეც ვსწრი. ნაზი ხელები გაქვს და არც ისე. ეს არის ნახე ფხები არა აქვს. წამწამები როგორი აქვს ეს მახა? ეს წამწამებია, ხო? რა ფახულა წამწამები. ხო. მაგი არის ზანდურის წამწამები. რაც ძნელი საქმეა, იმას მეტი სიყვარული სჭირდება, რომ გამოდივიდე. ხოლო მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ გაწვალებული. მეც ისე ვარ, რომ წვალობ, შრომობ ამისთვის, ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას და მაყოფილების განცდას მიტოვებს. თურმე აი საქართველოს რო ხუთი ენდემური სახეობა აი წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთს რომელიც ტერიტორიით რამდენად დიდია ჩვენზე, ერთი ენდემური სახეობა აქვს, სირიას ერთი ენდემური სახეობა აქვს, ირანს ერთი ენდემური სახეობა აქვს და აი ამ ხუთი სახეობიდან რომ 4 ამ ლეჩხუმის უმცირეს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და შესწავლილი ძალიან საამაყოა და ლეჩხუმლები ვამაყობთ ამითი და უფრო მეტად ვიამაყებთ კიდე მომავალში. ამის შემდეგ რა ხდება? ახლა უნდა დავთესოთ. ესე პირდაპირ, ხო? ანუ მარცვლის გამოღება არ არის საჭირო. ეს ახლა სახეობა როცა არის გარკვეული თავდაცვა იყო, რომ გადარჩენილიყო ფრინველებისგან, ცხოველებისგან, აი თქვათ უფრო მეტი თავდაცვა აქვს, ახლა ეს იცავს ამას გარე ფაქტორებისგან. და რამდენი ხანი უნდა იყოს ეს ნიადაგში დათესვის შემდეგ? ახლა რომ დათესა, უკვე კვირანახევარი 2 კვირაში ამოვა, მთელი ზამთარი იქნება უკვე გამწვანდება, გაჯეჯილდება და დაახლოებით მაისის შუა რიცხვებიდან უკვე თავთავებს დაისხავს. თავთავს რო იკეთებს, უკვე ულამაზესი სანახავია, აი ფეხმძიმობას ეძახიან თურმე, აი მაკეობას, ხორბლის მაკეობას, გაიბერება და რომ ამოდის თავთავი, რა ვიცი, ახლა უფრო რამ შეიძლება გააბედნიეროს ადამიანი რო ხედავ, ძალიან სიამოვნებს და ნერე ხორბლის ყვავილობა კიდე ხო ზღაპარია და ეს ყვავილია. ო, აბა და რო შრიალებს კიდე ზანდურს ხო აი ფხები აქვს, წამწამები აქვს და რო ქარი რო დაგხროლას, ხო აი ზღვის შრიალის მსგავსი ხმა არის. საოცრად სასიამოვნო და კარგი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი თხელი ნათესი იყოს და ერთმანეთს არ აწუხებდეს. უფრო კარგი მოსავალი და ხარისხიანი თავთავები რომ იქნება. შიგადაშიგ მორწყვა უნდა? არა, მორწყვა არ უნდა. ჩვენთან ისეთი ნიადაგია, რომ მორწყვას არ საჭიროებს. მაინც კარგ მოსავალს იძლევა. მეცნიერები ამბობენ, რომ ზანდური მსოფლიო ხორბლების კულტურული დედაა. ამის მეტი რა უნდა თქვას, კაც. ყველა ხორბალში უმეტესობაში ყოველ შემთხვევაში აი ეს ზანდურის გენი არის და მისი განვითარების საწყისი. 1000-ად, ასე ვამბობდით ძველად. რო ვთქვათ ასე, ჩემი ცხოვრების მიზანი არის ის, რომ ზანდურის პური გამოვაცხო და ჩემს სტუმრებს იმით გავუმასპინძლდე. ჩვენი ცხობისთვის დამახასიათებელი და ავთენტური ის არის, რომ ძირითადად კეცებზე ვაცხობთ, თონეში ვაცხობთ და შეშასთან, ყვავრთან, ნაცართან უფრო ახლოს არის. აი ბუნებრივი პროცესი არის ცხობის. ჩვენთან მრავალსულიან ოჯახს ჯალაბს ეძახდნენ. და ჯალაბი ოჯახი როცა იყო, ხო, მაშინ თავისთავად ბევრი პურის საჭიროება იყო და თონეში ხდებოდა ცხობა, თონეში გამომცხარე 2-3 დღე ყოფნიდა ოჯახს და თუ კი ვთქვათ არ იყოს
საჭიროება რომ ასე ბევრი რაოდენობის გამოცხობა, მაშინ კეცებზე აცხობდნენ. განსაკუთრებული ყურადღება მოცომას ენიჭებოდა, იმიტომ რომ აი თქვათ თონეში თუ აცხობდი, კარგი მოზელილი ცომი თუ არ იყო, ის დროები დაცული თუ არ იყო ცხობის, შეიძლება ჩაგფრო და ჩაცვენილი იყო თონიდან, ამიტომ პურს საფუარს რო უშვებოდნენ, გადამჟავებული არ უნდა ყოფილიყო და ეს საფუარი იყო ბუნებრივი, აი წინა დღის მოცომილი ცომის დედო, მარილი და სუფთა წყალი, დანარჩენ დანამატებს არ უშვებოდნენ. რაც შეეხება შიგნით გულსართებს. გულსართიანი იყო ყველის, ნიგზის, ლობიოსი, ხორცის გულსართიც კი პურში ჩართული ყოლს ხაჭაპურს არ ეძახდნენ, ყველიანს ეძახდნენ. აი ლობიანი, ყველიანი, ფხლიანი და ნიგზიანი. ზომას ჰქონდა მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, სარიტუალო პურები ცხებოდა უფრო პატარა, აი კოკრები. აი ნიგზიანი პური ძირითადად სალოცავი პური იყო. მას გზაბოძალს ეძახდნენ, გზაგასაყარზე გაიტანდნენ და ლოცულობდნენ ნიგზიან პურზე და სალოცავი ყოველთვის მრგვალი იყო. ხო და თონეში ოვალურ პურებს აცხობდნენ. რაც შეეხება ეს ყველიანი, ლობიანი და ფხლიანი ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოიყენებოდა. იქნებ სამეწარმეო მხრივაც განვითარდეს ლეჩხუმი და უფრო მეტად შემოსავლიანი მხარე იქნეს. ჩვენ სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და მინდა რომ ჩვენმა ხალხმაც ცოტა უკეთესი ცხოვრების პირობებით იცხოვროს და ნახოთ, მე ვცდილობ რომ აი ერთი აგური დავდო ამ საქმისთვის და რამდენად გამომივა. გამოვიდა, რადგან ეს ერთი აგური უკვე მსოფლიო აღიარების ნაწილია. იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 2025 წლის მიწურულს შეიტანა. ეს ნიშნავს, რომ ლეჩხუმში გაღვივებული ზანდურის ყოველი მარცვალი, მხოლოდ წარსული კი არა, გადარჩენილი მომავალია. ხვამლის მთის მკვლევარი, არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი ხშირად ახსენებდა იაპონელი მეცნიერების ექსპედიციას, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ზანდური მსოფლიოში უძველესი ხორბალია და სწორედ აქედან გავრცელდა ეს კულტურა მთელ დედამიწაზე. ლეჩხუმში აღმოცენებული ეს თავთავები ცოცხალი მტკიცებულებაა იმის, რომ საქართველო ღვინოსთან ერთად ხორბლის წარმოშობის ნამდვილი აკვანია.